სოფლიო სურსათის დღე საქართველოში წლევანდელი ღონისძიების სლოგანი ხელი ხელ უკეთესი სურსათისა და უკეთესი მომავლისათვის იყო. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი სოფლიო სურსათის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო. მან მადლობა გადაუხადა ორგანიზატორს, გაერო სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციას მრავალწლიანი პარტნიორობისა და თანამშრომლობისათვის, ასევე საზოგადოებაში მსოფლიო სურსათის დღისადმი ცნობიერების ამაღლების მიზნით განხორციელებული აქტიური კამპანიის. გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციას მინდა მიულოც 80 წლის იუბილე მნიშვნელოვანი თარიღი არის ამ პერიოდის განმავლობაში. მათ მნიშვნელოვანი როლი შეიტანეს სოფლიოს უსაფრთხო სურსათის ხელმისაწვდომობაზე და ამ პროცესში აქტიური როლი აქვს საქართველოსაც, აქტიურად ვარ ჩართული ამ პროცესში. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი ამოცანა და მიზანი არის, რომ კონდეს მაქსიმალურად მაღალი ხარისხის პროდუქცია, სულად იყოს გამართული ღირებულებათა ჯაჭვი, რომელიც უზრუნველყოფს და შესაძლებლობას აძლევს ქართულ პროდუქციას წარმოშობის ადგილთან ერთად იყოს აგრეთვე სიმბოლო მაღალი ხარისხის მაჩვენებლობის. ზუსტად ამიტომ შესაძლებელი არის, რომ კონდეს კონკურენტული უპირატესობა მსოფლიო ბაზარზე და ამ პროცესშიც FAO ძალიან აქტიური მხარდაჭერი არის ქართული პროდუქციის და საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების და არა მხოლოდ სოფლის მეურნეობის ღირებულებათა ჯაჭვის შექმნის, რომელიც თავისთავად ცხადია მდგრადობას აძლევს ქართულ პროდუქციას.